Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და მინდა შემოგთავაზოთ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. კვირაში ერთხელ ასე ვეცდებით ყველა შაბათობით გავცეთ კითხვაზე პასუხის რეჟიმი გავაკეთოთ. ანუ თქვენ კომენტარებში სვამთ კითხვებს და ჩვენ ვარჩევთ ყველაზე საინტერესო კითხვებს გავცემთ პასუხს. ეს იქნება კვირაში ერთხელ ეს სიახლე შემოგარგებო და ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ვიდეო, რომელიც დაიდება ჩვენს არხზე, შეგიძლიათ დასვათ თამამად ნებისმიერი კითხვა ვეცდებით ჩვენ გავცეთ ჩვენი ძალებით პასუხი თუ არ ვიცით მოვიწვიოთ ექსპერტი და ექსპერტენტად ჩავწეროთ იმ კითხვაზე პასუხი რომელიც ჩვენ არის სანამ უშუალოდ ჩვენ კითხვას დაუბრუნდებით მინდა მანამდე გითხრათ ჩემო გამომწერებო გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო დაალაიქოთ გააზიაროთ იყავით მონაწილე ღმერთის სიტყვის გავრცელებაში ჩემო კარგო ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ იყოთ მონაწილეები რომ ჩვენ თავი არ ვიზოთ მარტოებად როდესაც თქვენ აზიარებთ ვიდეოს ალაიქებთ ჩვენ ხვდებით რომ ჩვენი შრომა უშედეგო არაა და შედეგი აქვს რომ თქვენ აზიარებთ ჩვენ ვიდეოებს ამიტომ მოგიწოდებთ რომ თამამად გააზიაროთ ჩვენი ვიდეოები ძალიან გთხოვთ ასევე ვინც არ ახალ გამომწერები გამოგვიწერეთ რადგანაც ბევრ საინტერესო ვიდეოებს გპირდებით ასევე ვისაც გინდათ რომ თქვენ დაგვაფინანსოთ ჩვენ ფინანსურად ჩვენ ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და თქვენ შეგიძლიათ დაგვირგეთ ხარში ფინანსურად თქვენც რომ ჩვენ ვაგროვებთ ფინანსებს კომპიუტერისათვის კომპიუტერი გვჭირდება რათა ვიდეოების რედაქტირება გავაკეთოთ უმაღლეს ხარისხში და კარგ ხარისხში და აგრეთვე გვჭირდება წიგნის დასაცინად რომელიც ჩვენ ჩავიგებთ მაშასე დაუბრუნდეთ დღევანდელ დღეს მე მინდა გავცე პასუხი ერთ კითხვას რომელიც მე დამისვა ახლო მეგობარმა და მითხრა რომ იქნებ რამე ვიდეო ჩაგეწერა ამასთან დაკავშირებით და მეც ვასრულებ მის თხოვნას კითხვა მდგომარეობს იმაში რომ პავლე მოციქული თავის ფილიპელთა ეპისტოლეში წერს მესამე თავში ესეთ სიტყვებს ეს არის მეხუთე მეექვსე მეშვიდე მუხლები მერვე მუხლის ჩათვლით წინადაცუთილი ვარ მერვე დღეს მოდგმით ისრაელიანელი ბენიამინის ტომიდან ებრაელთაგან ებრაელი რჩულით ფარისეველი ეკლესიის მოშუნემდევნელი რჩულის სიმართლით უმციკლო მაგრამ რაც ჩემთვის მოგება იყო წაგება ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის ახლაც ყველაფერის წაგება მიმაშინე ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცდომის უპირატესობის გამო რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეს და ყველაფერს ნაგვად მივიჩინევ რათა ქრისტე შევიძინო და ჩემო მეგობარმა დამისვა შეკითხვა რა იგულისხმა პავლე მოციქულმა მაშასე მოდი გავმართოთ რა იგულისხმა პავლე მოციქულმა სამწუხაროდ ტრადიციულად ბევრ ქრისტიანებს მცარე შეხედულება აქვს და გონიათ რომ პავლე მოციქულმა აქ უარყო თავისი ფარისევლური მიმდინარეობა ან აგრეთვე გონიათ რომ პავლე მოციქულმა უარყო რჯული უარყო იუდაიზმი უარყო ის ებრაელობა რომელიც მას ჰქონდა და ამიტომაც მან ეს ყველაფერი ნაგვად მიიჩნია და ამას გულისხმობს პავლე მოციქული სინამდვილეში ჩემო კარგებო ეს ასე არ არის პავლე მოციქული ამას არ გულისხმობს თუ ჩვენ ვინმე გავიგოთ რას გულისხმობდა პავლე მოციქული ჩვენ უნდა გავიგოთ სინამდვილეში ვინ იყო პავლე მოციქული რა ბექგრაუნდი ჰქონდა მას ხოლო ბექგრაუნდი თქვენ იცით მოციქულთა საქმეებიდან რომ ის იყო სინედრიონის წერი სინედრიონის მბრალდებელი იყო ის პიროვნება ეს არის უმაღლესი თანამდებობა ჩემო კარგებო ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ებრაელი რაბინისათვის აგრეთვე ის იყო ქვრივი იმიტომ რომ სინედრიონის წევრი ადამიანი ვერ გახდებოდა თუ მას ცოლი არ ყავდეს ებრაული კანონი მოითხოვდა ამას ძალიან ბევრს გონია რომ პავლე მოციქული უცოლო იყო და ცელიბატი ჰქონდა ეს ასე არა ქვრივი იყო და უბრალოდ მან აღარ ცოლის სიკვდილის შემდეგ აღარ მოიყვანა ცოლი ნუ ეს სხვა დროზე ვილაპარაკოთ ამას რაც შეეხება სინედრიონის წევრი თქვენ წარმოიდგინეთ პავლე მოციქული ესეთი პიროვნება იყო რომელმაც მღვდელმთავართან მივიდა და შევიდა და გამოსთხოვა წერილი რათა დაედევნა ქრისტიანების სხვა ქვეყანაში დაედევნა ის ებრაელები რომლებიც დევნეც მას უფლება მოიპოვა ეს თქვენ წარმოიდგინოთ რომ ვინ იყო ეს პიროვნება იყო ის რომ
მღვდელმთავართან შესვლა ასე ადვილი არის. აი დღევანდელ დღეს რომ აუდიენცია მოითხოვა რომის პაპთან. ანუ პავლე მოციქულს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მაშინელ დროს. ის იყო ძალიან გიმეორებ, ის იყო სინედრიონის წევრი, სინედრიონის ბრალდებელი იყო, ანუ ვინც ბრალსდებდა და მას ჰქონდა პირდაპირ კავშირი მღვდელმთავართან და მას შეეძლო მღვდელმთავართან შესვლა ძალიან ადვილად, რადგანაც მას დიდი გავლენა ჰქონდა. ეს პიროვნება ამბობს. და პავლე მოციქული როდესაც ამბობს, უყურეთ რას ამბობს მეხუთე მუხში. წინადაცვეთილი მერვე დღეს ებრაელები ყველა თავიანთ შვილს წინადაცვეთს უკეთებენ მერვე დღეს. მოდგმით ისრაელიანელი, ებრაელი, თაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი. რჯულის სიმართლით უმციკლო კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანი რაც ძალიან ბევრს არის მისეს რჯულის სიმართლით უმციკლო. რაც რჯულის სიმართლე. რჯულის სიმართლე შემოგარგებო ეს არის აღთქმაში ყოფნა. აღთქმაში აბრაამის აღთქმაში ყოფნა. ამიტომ იყო პავლე მოციქული რჯულის სიმართლით უმციკლო, უცდომელი. ის იყო ზედმეტად მოშურნე ადამიანი. აგრეთვე პავლე მოციქული იყო თქვენ იცით გამალიელის მოწაფე. გამალიელი იყო რაბი ჰილელის შვილიშვილი. რაბი ჰილელის სკოლა იყო ძალიან ძლიერი სკოლა მაშინელ დროს და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მას უბრალო ხალხში და საზოგადოებრივ ფენაში და ამიტომაც პავლე მოციქულს ჰქონდა დიდი გავლენა და სწორედ უმაღლესი თანამდებობა რაც პავლე მოციქულს შეეძლო მიიღო დანარჩენ კარიერაში სანამ ის ქრისტიანი გახდებოდა ეს იყო სინედრიონის მმართველი ანუ სინედრიონის უფროსი და სწორედ ამაზე ამბობს პავლე მოციქული რომ მან ნაგვად მიიჩნია ისო გამხდარიყო გაეგრძელებია კარიერა სინედრიონში გაეგრძელებია კარიერა იმ გაგებით რომ მას შეეძლო სინედრიონი ემართა ამაზე თქვა ვარი და მან თქვა ის რაც მოგებათ იყო ჩემთვისო ჩემი ცხოვრებაში კარიერისათვის სადაც მაღალი ხელფასია სადაც მაღალი დაფასება აქვს ხალხიდან მან აირჩია ქრისტეს გზა და მან აირჩია ქრისტეს დევნაში ყოფნა ეს არ ნიშნავს რომ პავლე მოციქული აღარ იყო ებრაელი პავლე მოციქული ის ებრაელი პავლე მოციქულისაც თქვენ ამბობს აწყო დროშამოს ფარისეველი რჯულით ფარისეველი პავლე მოციქული ამბობს ეს ამბობს აწყო დროში მე ვიყავიო არ ამბობს ახლაც ამბობს რომ ის ფარისეველთა სკოლას მიეკუთვნოდა თუმცა ის ქრისტიანი იყო და მოციქულთა საქმეებში ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ფარისევლებმა ვინც იწამეს იესო ქრისტე და ისინი იყო მისი მიმდევარი სამწუხაროდ ქართულ თარგმანში ცოტა არასწორად გვაქვს ჩვენ როდესაც ვკითხულობთ მოციქულთა საქმეების მე-15 თავში ნახეთ როგორ არის დაწერილი მე-5 მუხში არის მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა თქვენს რა საჭიროა მათი წინადაცვეთა და რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს ჯულის მცნეება დადება ანუ აქ არასწორი თარგმანია რომ თითქოს ვინც იწმნა ფარისევლები ვინც იყო და ვინც მიიღო იესო ქრისტე მათმა მიატოვეს ფარისევლობა ზოგიერთი ადრე ფარისევლებს მწვალებლობას ეს არასწორი თარგმანია შემოგარგება ორიგინალ ბერძნულში ესე არ წერია ორიგინალ ბერძნულში ესე წერია უყურეთ წარმოდგენ აი როგორა ორიგინალში წარმოდგენ ზოგიერთი მორწმუნე ფარისეველთა დასიდან და თქვეს რომ საჭიროა ანუ იყვნენ მორწმუნეები მაგრამ ფარისეველთა დაცვას ფარისეველთა მიმდინარეობას ეკუთვნოდა ფარისეველთა სკოლას ეკუთვნოდა მაგრამ ისინი იყვნენ იესოს მიმდევრები შემოგარგება ესა ასე რომ თქვენ არ შეგეშალოთ ეს ასე იყო ნორმალური იყო და ამ თარგმანს ასე გვიმტკიცებს ჩვენ კიდე ძველი მცხეთური ნაწერი რომელიც ჩვენ გვაქვს გიორგი მთაწმინდელის სხვათა შორის შემოგარგება რომ გესმოდეთ რომ გიორგი მთაწმინდელის თარგმანი არის ქართული თარგმანი ძველი ქართულის ყველაზე სწორი თარგმანი რომელსაც მე ვენდობი ანუ ყველაზე ახლოს ორიგინალთან რაც ის უშუალოდ ბერძნულიდან თარგმნეს და ნახეთ გიორგი მთაწმინდელის როგორ უწერია აღ ვინმე დღეს დასისას მისგან ფარისეველთა მორწმუნენი და ითხოვდეს ვით არ უნდა ჯერ არც წინა დაუცვეთიათ მათ და ცნებად რაითა დაიმარხოს ჯული მოსესი
ანუ აქაც ამოვიდა რომ ისინი იყვნენ ფარისეველთა დასიდან. და სამწუხაროდ ახალ ქართულ თარგმანში ეს არასწორი თარგმანია. ეს გადმოტანილია ინგლისურიდან და ამიტომ ინგლისურში არასწორი თარგმანია სამწუხაროდ. მაშასე ჩვენ შევთანხმდით რომ პავლე მოციქულს არ უარყვია თავისი ებრაელობა, მას არ უარყვია თავისი რჩული, მას არ უარყვია თავისი ფარისევლობა, მან უარყო ის კარიერა, რომელიც მას ელოდებოდა წინ. ძალიან დიდი კარიერა, ის შეიძლება გამხდარიყო სინედრიონის მმართველი. და მას ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, რადგან ის იყო გამალიელის მოწაფე. გამალიელის უსაყვარლესი მოწაფე. ნუ წერია რომ გამალიელის ფეხებთან ვიზრდებოდი. გამალიელის ფეხებთან თქვენ თუ არ გესმით ებრაული ტრადიცია, ვერ მივხვდებით. გამალიელის ფეხებთან, საერთოდ რაბინის ფეხებთან ყველა ვინც ისდა ნიშნავდა რომ ის იყო ყველაზე ახლო მოწაფე მისი. და მისი სწავლების გამგზელებელი. ამას ნიშნავდა შემოკარგება. თქვენ უნდა გესმოდეთ ეს. ებრაულ ტრადიციაში ასე არის. მაშასე იმედია გასაგებად აგიხსენით თუ ვინ იყო პავლე მოციქული და როდესაც პავლე მოციქულის წერილებს თქვენ კითხულობ, გახსოვდეთ ვინ იყო პავლე მოციქული. როდესაც თქვენ სწავლობთ პავლე მოციქულის წერილებს, თქვენ უნდა გახსოვდეთ ყოველთვის თუ პავლეს წერილები სწორად გაგება გინდა, თქვენ უნდა იცოდეთ პირველ რიგში ვინ იყო პავლე. რას წარმოადგენდა პავლე და რას ამბობდა პავლე მოციქული, როდესაც ის წერდა თავის თავზე. და ნახეთ რას წერს პავლე მოციქული თავის თავზე, მოციქულთა საქმეების 22-ვე თავის 17 მუხლში. 3 დღის შემდეგ პავლემ წარჩინებული იუდეველები მოიწვია, რომ შეგროვდნენ უთხრა, კაცო ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა წესების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამაპატრეს იერუსალიმში და რომელთა ხელით გადამცესო. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ მამათა სწავლება, რომელსაც ებრაელები მისდევდნენ, რჯულის, რასაც ჩვენ დღევანდელ დღეს უძახებთ, თალმუდს, იმის წინააღმდეგ არაფერი არ გაუკეთებია, იმის სწავლის წინააღმდეგ არაფერი არ გაუკეთებია. და ნუ თალმუდი რას წარმოადგენს, ამაზე ჩვენ მერე ვისაუბრებთ, რას ნიშნავს თალმუდი და რატო არ ნიშნავს ქრისტიანი, ვისაც ქრისტე წამს, ის ნიშნა ებრაელს, ვისაც წამს იესო ქრისტე, არ ნიშნავს რომ ის თალმუდის წინააღმდეგა ან რჯულის წინააღმდეგ მიდის. ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მაშასე გამოგვიწერეთ, ილოცეთ ჩვენზე და ეს ახალი რუბრიკა, რომელიც იყოს, ილოცეთ რომ ამ რუბრიკამ განვითარება პოვოს. რუბრიკას ერქმევა რთული კითხვები ბიბლიაში რთული კითხვები არ არსებობს. მადლობა ყურადღებისათვის.